გადაცემის სპონსორია Essence. გერმანული დეკორატიული კოსმეტიკა და აქსესუარები ექსკლუზიურად PSP-ში. გამარჯობა მოგესალმებით ვანო შოუ პირველი იუმორისტული შოუ TV პირველზე ძვირფასო მეგობრებო ტრადიციულად ვიწყებ სოლიდარობით და აქვე მინდა გითხრათ რომ ჩვენი ქვეყნის მთავრობის არაადეკვატურობა აი ამ წინადადებაშიც კარგად ჩანს სოლიდარობას უცხადებ ჩვენი გუნდის წევრ ონისე ცხადაძეს ყველა პოლიტპატიმარს და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ეუთოს თავმჯდომარეს ელილა ვალტონენს ხდებით ხომ როგორ აბსურდთან გვაქვს საქმე 5000 წილად დააჯარიმეს ეუთოს თავმჯდომარე გზის გადაკეტვის გამო ძვირფასო მეგობრებო არ მოგესმათ ეს ნამდვილი ინფორმაციაა იმიტომ რომ აქციის მონაწილეებს შეხვდა ნუ ყოველდღიური უწყვეტი აქციები გრძელდება რაც ძალიან ანერვიულებს ქართულ ოცნებას და კანონიც კი გაამკაცრეს მიიღეს კანონები გუშინ რომ მოქალაქეებს შეეშინდეთ და არ გამოვიდნენ გარეთ სწორედ ამ აქციაზე დააჯარიმეს ეუთოს თავმჯდომარე მოდით ნახოთ რას ამბობს ოცნების პარლამენტის თავმჯდომარე პაპუაშვილი საპროტესტო აქციაზე ნუ ერთი წავიკითხოთ ეს სათაური ხედავთ ფეხებ გაფარჩხული კეტავენ გზას იმიტომ რომ არ ყოფნით ადამიანი ვერ ეტევიან ჯაჭვსაც ვერ კრავენ და ცდილობენ მაქსიმალურად გაიწელონ რომ გადაკეტონ გზაო ხანდახან მინდა ასავალ-დასავალი ჟურნალისტი ვიყო ხოლმე ძალიან მინდა მაქვს ხოლმე ესეთი ის რომ აი ხო მიგიწერდი უცებ გაზეთში ხა სტატიის სათაურად ფეხებ გაფარჩხული დგანან განაცხადა წარბებ გაფარჩხულმა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აი ეს არის მომენტი როდესაც შალვა პაპუაშვილი 100%-ით ამართლებს შალვა ნათელაშვილის მოფიქრებულ საავტორო ეპითეტს შალვა პაპუაშვილის მისამართით მონღოლური წარმოშობის მეჯოგეან მე არაფერში ვარ შალვა ნათელაშვილს აქ ნათქვამი მე უბრალოდ გავიმეორე მისი ეს გამოთქმა საპატიმროებში ამატებენ და ამატებენ ადამიანებს რომლებსაც მთავრობა უკავშირებს 4 ოქტომბრის მშვიდობიანი დამხობის აქციას ამ დღესთან დაკავშირებით საინტერესო ფაქტი დააფიქსირა TV პირველზე ნოდარ მელაძის შაბათის გუნდმა ნუ კაცში ძალიან კარგად მოსჩანს რომ პრეზიდენტის რეზიდენციის ღობე წინასწარ იყო გადაჭრილი იმდენად დადგმული ჰქონდათ სუს ეს სპეცოპერაცია ხალხი ყაველაშვილის ჭიშკარს რომ მიაწვა სპეცრაზმი იქიდან ეძახდა მან და რა აქეთ ღობეს მოაწექითო ღობესო იმდენად გვიმდე ჭიშკარი ვერ შეაგრიეს ხალხმა გამოდის რომ 4 ოქტომბერი სუსმა დაგეგმა მათ უკვე წინასწარ იცოდნენ ხალხი რომ ათონელის სასახლისკენ დაიძრებოდა და წინასწარ გადაჭრეს ღობე რომ ხალხი შეცვენილიყო და დაეკავათ შენობა ნუ ამ ყველაზე საინტერესო ამბავი ის არის რომ ყაველაშვილს არავინ უთხრა რომ იმ შენობაში არ ყოფილიყო მაინც მინიმუმ ანუ ყაველაშვილს წირავდნენ თვითონ მეგობრებო აი არ იცოდა მართლა რა ხდებოდა აი ამ დამხობას წირავდნენ ყაველაშვილს წარმოიდგინეთ რა უბედური კაცია ხალხს შეეცოდა ხალხს და სუსს არ შეეცოდებია საერთოდ ეგ კი არა მე გავიგე ყაველაშვილს წინა 2 კბილის მორყეული ქონდა სასახლეში შეჭრის შემთხვევაში მარტივად რომ ჩამოვარდნოდა და მერე იტყოდნენ რომ პრეზიდენტს ისეთი დარტყმა მიაყენეს კბილები ჩაულეწესო ნუ ეს კბილები მაინც მორყეული ქონდა წინას ამ ინციდენტის შემდეგ ყაველაშვილის იმიჯის გამოსწორებაზე იზრუნეს და სამთავრობო მედიაში ჩაწერეს მასთან ინტერვიუ ძალიან საინტერესო ინტერვიუ მოდით ნახოთ ერთი ნაწყვეტი ამ ინტერვიუდან რას ამბობს მიხეილ ყაველაშვილი არც მეტი არც ნაკლები ფილოსოფოსებად მოაქვთ თავი დეკარტეს ჰეგელს და კანტს ასწავლიან რაც არ უნდა ჭეშმარიტებისკენ მიდიხარ მაინც რაღაც უნდა მოძებნო რომ იქნებ კიდევ არსებობდეს რაღაცა აი ამ დროს ხო უცებ კითხვა უნდა შეუბრუნო რომელი კანტიო რა უნდა უთხრა რომელი კანტი 4 ნომერი თუ 8 ნომერიო და გეტყვის არა ბურთულა რო აქვს ფილტრიანი მიატრი მენტოლიანი ავტომატურად გიპასუხებს
ყველამ კანტის და ჰეგელის კითხვა თუ დაიწყო, არ მგონია ბიძინამ დიდი ხანი გააჩეროს. ჭკვიანი და განათლებული რომ იყოს, მაგისთვის არავის დაუნიშნავს მან. რა ბაგაჟიც გაქვს, ის აწყობს ბიძინას. გააქვს მხოლოდ ჰაბიტუსი, ხო და შეირგე რა. შეირგე, რა თმიდა ახლა ეს ფილოსოფოსობა. 4 ოქტომბრის შემდეგ ქართულმა ოცნებამ დააჩქარა 1 წლის წინანდელი დაპირება და იწყებენ ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზე მუშაობას. აკრძალავენ ყველას, ვინც ნაციონალურ მოძრაობასთან იყო და არის დაკავშირებული. აკრძალავენ წევრებს, აკრძალავენ აქტივისტებსაც და მხარდამჭერებსაც. ბატონო ბიძინა, მე მგონი ირაკლი კობახიძე ამ კანონით აპირებს ის კაციც დააკავოს, ვინც მთელი 9 წლის განმავლობაში აფინანსებდა ნაციონალურ მოძრაობას. ბატონო ბიძინა, მიხვდით, ხო, რომ მე უფრო კარგი მინდა თქვენთვის, ვიდრე ირაკლი კობახიძეს. მიხედეთ ამ კაცს, ძალიან აიშვა, ძალიან. ჩემი აზრით, ამ კანონით უნდა აკრძალოთ ყველა. აბსოლუტურად ყველა, განსაკუთრებით ის ადამიანები, რომლებიც 7 ნოემბრის აქციების შემდეგაც რომ მხარს უჭერდნენ სააკაშვილს და რომ იძახდნენ, რომ დაუნახავი უნდა იყო ის, ვერ დააფასო, რაც კეთდება დღეს ქვეყანაშიო. ხმა მიეცით ნაციონალურ მოძრაობასო. ვერ ვიხსენებ ვინ ამბობდა ზუსტად, მაგრამ აშკარად რომ ქოცებშია ეხლა ეს ადამიანი დიდ თანამდებობაზე, ეს ნამდვილად მახსოვს, იმიტომ რომ აი ეს ჩამესმის. ხმა მიეცით ნაციონალურ მოძრაობას, მახსოვს. საიდანაც მახსოვს. მალე უკვე ყველა პარტია აიკრძალება, ანუ რომელი პარტიას დღემდე თვლის, რომ არჩევნების გზით უნდა შეცვალოს ხელისუფლება, ქართული ოცნება, აი ამის საშუალებას კრძალავენ. ანუ იმ პარტიებს მინდა მიმართო, რომ თქვენ თვლით, რომ აი არჩევნების გზით უნდა შეცვალოთ ხელისუფლება, აი ის პარტიებს კრძალავენ. მაგასაც კრძალავენ. ერთი სიტყვით რუსთაველზე ფეხი რომ დადგათ, მაგასაც აკრძალავენ მალე. ანუ დემოკრატიული ფორმით ცვლილებას რაც ეხება, ყველაფერს კრძალავენ. რადიკალური ფორმები თქვენ არ მოგწონთ. ამიტომ მე მოვიფიქრე, რომ მფრინავი ხალიჩები ვიყიდოთ და ყველა ამ ფრინავი ხალიჩით გამოვიდეთ რუსთაველზე მშვიდობიანად. თან ქუჩის გადაკეთვაშიც არ ჩაგვეთლება, იმიტომ რომ ჰაერში ვიქნებით. ჰაერში და ასე შევარყებთ ამათ, შევარყებთ. ერთი სიტყვით ზღაპრული ფორმებით უნდა მოუღოთ ამათ ბოლო. ოღონდ მშვიდობიანად. ზღაპრული, მშვიდობიანი ფორმებით. აი ეს გავითვალისწინოთ. ერთი სიტყვით არჩევნების გზით შესვლა ფაქტიურად გამოირიცხა. ახლა დარჩა მხოლოდ ერთი ვარიანტი, თავისით თუ ჩამოიშლებიან. ესე ბოლო ვარიანტი გაგვაქვს ეს, რომ აი თავისით ჩამოიშლებიან. აი ამ ვარიანტს უნდა დაელოდოთ, ოპოზიციას მინდა მივმართო. მანამდე რომ არ შეგცივდეთ, ჩვენ სტუდიებში უკვე გათბობა ჩავთეთ. ფერირად გათბობა, მოდით ჩვენთან და იქნებით ჩაღუნღულებულები ამ ხელისუფლების თავისით ჩამოშლამდე. ისხედით აქ ჩათბინულები, ჩაღუნღულებულები და ილაპარაკეთ და მე თავისითო ჩამოიშლებიან, მე რაღაცა თქვენს გამოხვალთ მე გარეთ. ამ კანონებით ქართული ოცნება იცით რამდენ ხანს აპირებს ხელისუფლებაში ყოფნას? 2030-მდე? 2040-მდე? არა. ამ კანონებით აპირებენ, რომ უსასრულოდ იყვნენ ხელისუფლებაში. აი როგორი უსასრულოც არის ორბის რეკლამა TV პირველის ეთერში. ბატუმი, ეხ ბატუმი, დარარირარარა ბატუმი, დარარირარარა. დარარი ბაბარა როგორი რა დამთავრდა მე ისე ბატუმი, ეხ ბატუმი, დარარირარა ბატუმი, დარარირარარა. დარარირარარა. ბატუმი ისე ვიწყებ. აი ესეთი აი ამ დრო აი ამდენი ხანი იქნებიან ძვირფასო მეგობრებო. აი მართლა ვერ ხვდები ხოლმე ამ მთავრობის მოშორება როგორ სურთ მშვიდობიანი აქციები და არჩევნებით. მოდით ერთ რაღაცას გეტყვით. სახში თუ პეპელა შემოფრინდა, შეგიძლია ნელა ხანგრძლივი და მშვიდი მეთოდით დაეხმარო როგორმე გავიდეს ღია ფანჯრიდან და ბუნებაში განაგზოს ლამაზად ფრენა და ფარფატი. ესე გააფრენა ბაკაპანეს, გაფრენ. ესე პეპელას. ხოლო თუ სახში ტახი შემოვარდა,
შეუძლებელია იგივე მეთოდით ესე გაუშვა. განდევნო გარეთ. ამიტომ კარგად დააკვირდით, ვინ მართავს ქვეყანას, პეპელა თუ ტახი, ძვირფასო მეგობრებო. მინდა შევეხო ერთ საშინელ ფაქტს, რომელიც რამდენიმე დღის წინ მოხდა, მეგობრებო, 3 დღის წინ 45 წუთით გაითიშა ტელეკომპანია იმედი. ასევე GDS და მაესტრო, მაგრამ მე იმედი მეტკინა ყველაზე მეტად. იმედის გამორთვასთან დაკავშირებით სუში ოპერატიულად ჩაინიშნა ბრიფინგი, რა შუაში იყო სუსი, მაგრამ მაინც ჩაინიშნეს, რომელზეც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა გაგვაცნო თურქული სერიალის შორეული ქალაქის 47 სერიის მოკლე შინაარსი. ჩავარდნა რო არ ქონოდა მაყურებელს, სუსმა მოგვიყვა თურქეთის მოქალაქე PH, თურქეთის მოქალაქე XD-ს უთხრა რომ მე დედა შენი ვარო. სულ რაღაც 45 წუთით იყო გათიშული ტელეკომპანია იმედი და ისიც იყო რომ ხალხმა გამოფხიზლება დაიწყო, მიხვდა რომ არანაირი ომის პარტია არ არსებობს, ევროპა რომ არ გურყნის და კაცები რომ რძეს არ ვიწველებით, მაგრამ ამასობაში აი ისე ჩაირთო იმედი და ეს ხალხი დაუბრუნდა იმ თავის გაბრუებულ მდგომარეობას, რაშიც იყო. კიდე კარგი რომ სამუდამოდ არ გამოირთო მთავრობის პროპაგანდისტული არხი, თორემ მერე ვიღა მოგაწვდის საოცარ ინფორმაციას. მოდით ნახოთ, როგორ იყენებს მთავრობა პროპაგანდას. ნახეთ, როგორ ნიუსია. ავსტრიაში მამაკაცმა სქესი შეიცვალა, რათა პენსიაზე 4 წლით ადრე გავიდეს. კაცი. რატომ უნდა დაეკარგა ეხლა ის 4 წლის პენსია? ხო, კაცი იყო, ქალად გადაკეთდა, უფრო ადრე მოუწია პენსიამ. წარმოიდგინეთ ევროპაში რამხელა პენსია, რომ აი ამ ნაბიჯს დგამს ადამიანი. ახლა ეს კაცი 1-4 წელი იქნება ქალი და 65 წლის რო გახდება, უკვე კაცებსაც უწევთ მერე პენსია და ისევ დაუბრუნდება იმ თავის ძველ სქესს შეულებრივ. პოზიტიური კუთხით უნდა შეხედოთ ამ ამბავს. პოზიტიური. კიდევ კარგი, ჩვენთან მხოლოდ 20 ლარით იზრდება პენსია, წარმოიდგინეთ 2500 евро რო იყოს. რას ჩავიდენდით კაცმა არ იცის. ძვირფასო მეგობრებო. რამდენიმე დღის წინ სამთავრობო მედიაში გავრცელდა გოგა ხაინდრავას მოსაზრება, ჩემი აზრით, საერთოდ უნდა ამოვიღოთ კონსტიტუციიდან სამარცხვინო მუხლი, რომელიც უკავშირდება ნატოში და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას. არაფერი გვესაქმება იმ გარყვნილ ევროპაშიო. აი შემოგვიცულეს ნელ-ნელა რუსებმა რეფერენდუმის ჩატარება უნდათ, რომ ახლა უკვე ოფიციალურად უარი გვათქმევინონ ევროპულ კურსზე და უფრო რომ გაამძაფრონ თურმე დაამატეს ლაპარაკში, რომ ევროპაში ბავშვებს სქესს უცვლიან და მშობლები ხმას ვერ იღებენო. უფრო რომ დაგზაფრონ, ხვდებით, ძვირფასო მეგობრებო. თითქოს მშობელი დგას, ვიღაცა მოდის გლეჯს ბავს, მიჰყავს სქესის გადასაკეთებლად და ამ დროს მშობელი ვერ აპეშრება, უძლურია. ალბათ რეფერენდუმში კითხვაც ესე დასვამენ. გარყვნილი გეი თუ ხარ შემოხაზე ევროპა, თუ ხარ საჯიშე ქართველი, მაშინ შემოხაზე რუსეთი. პირდაპირ. ეს კვირა საინტერესო ინიციატივების კვირა იყო, მოდით ნახოთ თეაწულუკიანის საგანმანათლებლო ინიციატივა. საგამოძიებო კომისიის დასკვნის ტექსტს ძალიან ბევრი წიგნივით წაიკითხავს. მუშაობთ, რომ ეს წიგნი თვის ბოლოს იყოს ხელმისაწვდომი. რა კარგი იდეაა, თეა, რა კარგი წიგნის მერე იქნება, აი თეამ ეს ყველაფერი როგორც პიესა ისე გამოსცეს, რომ დიდმა რეჟისორებმა სპექტაკლები დადგან. ამოვიდა ყელში სულ ეს ჩეხოვი, ბრეხტი. აღარ მოვიდა, რომ წულუკიანის პიესების მიხედვით ვდგამდეთ ქვეყანაში სპექტაკლებს. ხო შეიძლება რა? მე ვფიქრობ, რომ ეს სახელმძღვანელო აუცილებლად უნდა შევიტანოთ სკოლებში. ბავშვმა სკოლის ასაკიდან უნდა იცოდნენ, ვინ იყვნენ ეს სისხლის მსმელი ნაციონალები. კი არა, მე ვფიქრობ, ანატომიის წიგნში რომ კანგაცლილი ადამიანი ხატია, ხო ვიცით, კუნთები და სისხლძარღვები რო უჩანს. მის ნაცვლად გატყავებული სააკაშვილის ნახატი უნდა იყოს მთლიანად. ხორცები რო უჩანს, ხო ბავშვი ადამიანის. მე ვფიქრობ, ისტორია მიუჩენს სათანადო ადგილს კომისიის დასკვნის წიგნს. ისევე როგორც მიუჩინა ადგილი მაგალითად ლენინის შრომებს, ცეკას ყრილობებს და სხვა ლიტერატურას ძირითადად რეგიონებში, კერძო სახლის ეზოებში მდგარ პატარა ფიცრის ნაგებობებში. ქვეყანაში ამდენი რაღაც ხდება, მთავრობა აპირებს საერთოდ გაგვაუქმოს როგორც სახელმწიფო და ამ დროს
სად არის ოპოზიცია? რაც შეეხება ოპოზიციას, აგრძელებენ აქტიურ ბრძოლას. ოღონდ ერთმანეთში. ისეთი შტაბეჭდილება მექნება თითქოს რაღაცა ჩემპიონატს ვადევნებ თვალს, თვითფასო მეგობრებო, ოპოზიციას შორის არის რაღაცა რაუნდები, ერთმანეთის ჭამის. ახლა დარჩა ორი ოპოზიცია და ამ ორიდან ვინც მოიგებს, მერე ხდება ფინალში ქართულ ოცნებას. აი ესეთი შტაბეჭდილება მრჩება. ისეთი მდგომარეობა, რომ ახლა ოცნება რომ გადადგეს და ოპოზიცია მოვიდეს ხელისუფლებაში, ოპოზიციას იმხელა ოპოზიცია ჰყავს, რომ ერთ კვირაში დასრულდება ოპოზიციის პარპაში და ხელისუფლებაში მოვა ნამდვილი ოპოზიცია, რომელსაც თავის მხრივ უკვე ჰყავს რამდენიმე ოპოზიცია. ეგეთი მდგომარეობა გვაქვს. მოკლედ ოპოზიცია არ ყავს, ამიტომ დროა გამოვაცხადოს ვაკანსია. სურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს. უნდა ქონდეს ერთი ტრაკი, ორ ტრაკიანები არ გვინდა. არ უნდა სჯეროდეს რომ ესენი მშვიდობიანი გზით სწავლენ და უნდა უყვარდეს საქართველო. ფხიზელზეც. აქ მართლა გამაგიჟებს ეს ოპოზიცია უკვე მეორე კვირა ოპოზიცია თოქ-შოუებში დაუსრულებლად განიხილავს 4 ოქტომბრის დღეს. და ისევ აგრძელებენ ერთმანეთის ლანძღვას. მე მინდა მივმართო ოპოზიციას, გახსოვთ ადრე ლელომ რომ გახარიასთან შეთანხმებას ვერ მიაღწია. მერე ერთმანეთზე რაღაცა კრიტიკული განცხადებები რო გააკეთეს და ერთმანეთს გაებუტნენ, ხო გახსოვთ? ან თუნდაც ის გახსოვთ დროამ და ევროპულმა საქართველოს რომ თქვენს რომ ჩვენ ნაცებთან არ გავერთიანდებითო და ერთმანეთს ლანძღავდნენ. ან კიდე ის გახსოვთ შერგოლეიშვილი და ბოკერია რომ ოპოზიციასთან ერთიანდებოდნენ. ეხლა ეს ძველი რაღაცეები იმიტომ გაგახსენეთ რომ ამოგვივიდა ხალხს ყელში კაცო მარტო 4 ოქტომბრის თემაზე კინკლაობა. შეაშველეთ ცოტა ძველებიც. მიდით ცოტა გემრიელა და ფსუხეთ დაჭამეთ ერთმანეთ იმიტომ რომ მაინც ჭამთ და თუ დაჭმა ბარე ბოლომდე ბარაკიანად სიღრმისეულად რომ დაიჭამოთ რომ ვიცოდეთ წარსულიდან მოყოლებული სადამდე შეიძლება გავიდეთ ბოლოში. აი ესე ჭამოთ და იგი იქნება ძალიან კარგი იქნება რა. მადლობა ძვირფასო მეგობრებო, ეს იყო ჩემი მონოლოგი და იმედია სულ მალე ჩემ შოუს კლავ გააფორმებს ბენდი თამუნა ლეკვეშვილის ხელმძღვანელობით, ხოლო მანამდე მე ჩემი ძალებით გავაფორმებ გადაცემას ბათუმი გარაბიღატო ზე ბათუმი დარალირარარალირო დარალირარარო Batumi, Batumi, Daranina, Batumi. ასე წყდება იქ რეგლობა. აი უცბად წყდება. დიდი მადლობა. ძვირფასო მეგობრებო, დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი. ახლა მინდა შეგახსენოთ ჩვენი პარტნიორების შესახებ. გადაცემის წარმოდგენია კომპანია PSP, PSP ძირითადი ორიენტირი მომხმარებელზე და მისი ინტერესებზე ზრუნვა. PSP ჩვენი ოჯახის აფთიაქი. გადაცემის პარტნიორია მეღვინეობა პირველი პრემიუმ ხარისხის ღვინო თქვენს სუფრაზე. ასევე გადაცემის პარტნიორია Voice-G ავტომოპასუხის და სარეკლამო რგოლების პროფესიონალური გახმოვანება. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩვენმა შემოგვენდებით ჯგუფმა შევქმნით ახალი გასართობი არხი, რომელსაც დავარქვით ჩვენი არხი. მისი მოძებნა მარტივად შეგიძლიათ თქვენ სატელევიზიო პულტებზე, ვისაც მაგთი გაქვთ ნომერი 45, სილკნეტი 345, ახალი ქსელები 345 და მარტივი ნომერი 45. აქვე შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემების ნახვა შეგიძლიათ ჩვენს YouTube არხზე შაბათ შოუ ჯგუფი, გამოიწერეთ ჩვენი არხი და დაელოდეთ სიახლეებს. ვაგრძელებ გადაცემას და ახლა მინდა წარმოგიდგინოთ ბიძინა ივანიშვილის მოკლე მუსიკალური ნაკვესები. ნახოთ. მოგესალმებით ბატონ ბიძინა, ძალიან დიდი მადლობა რომ მოიცალეთ დღეს ჩვენი გადაცემისთვის. ვიცით რომ მოკლე მუსიკალური ნაკვესები გაქვთ და მაინტერესებს აბა როგორ იმუშავეთ, რამდენი გაქვთ, როგორ გაქვთ? ძალიან კარგად ვიმუშავებ, ანუ მოგესალმებით ყველას. და სანამ ამ გადაცემას გავაუქმებთ, მინდა რა ეს წავიმღერო რამდენიმე საუკეთესოები ავარჩიო და წავიღე. მოვასწრო მინდა უცებ კი ბატონო, დავიწყოთ. მალე გავუქმდება. ვიდი, დავიწყოთ. უკვე 13 წელია ოლიგარქი ლანდა დააგდეთ. ხალხობით ვერ შეიგნეთ რომ თქვენ დაჭირად დავიბადეთ. თქვენ დაჭირად დავიბადეთ. კარგი დასაწყისი იყო ბატონო. კარგია, სანამ გავუქმებთ, კიდე გავაგრძელოთ. გავაგრძელოთ, შემდეგი.
დავადებულ ვარ საქართველოში მთელი ქვეყანა დავავირუსე თუ კი სოციალში ნაცი საუბრობს კომენტარებში ჩემებს მიუგზევ ჩამოუტროლებ ჩემ საქართველოს კარგია გარეთ გავყარე ქართველი ახტანა ნატრი მიზანი ბრუკლინში დაიზრდებიან ალგეცლეკვები მგლისანი ბრუკლინში ხო? საუკეთესო ადგილია დასაზრდელად საუკეთესო უკეთეს ვერი დატყე რა ალგეც ჯობია ჩემი აზრით რა დარჩენიათ აქ? ალგეც სასწავლო ჩავდგა იდეალური იქნება სასწავლო კაი ბატონო კარგი შემდეგი სიმღერა არ ჩერდებით ბიტკოინის პაროლები კი არა ქონებასად გადავმალო კი არა დამტენისად შევინახე კი არა თბილისი ვინ გამომგლიჯა ხო არიცი ღმერთო არა და ასე მეკავა ხელში მახსოვს ვიღაცამ გამომგლიჯა ბიჭო არ მახსოვს კარგი შემდეგი სიმღერა ისევ არჩევნებზე ხომ არა გქოს ნახოთ სიურპრიზია გვიტირია გვიცინია გვიყვირია გვიგინია გვიქნია და გვიბედია ვაი გვიშავია გვითეთრია გვითქვია და გვიყვირია გვირტყია და გვიფრთხია ვაი გვიჩხუბია გვიომია გვისვრია და გვიბრძოლია გზაგებია ყვარებია ვაი არჩევნება ჩაიარა რავარც და გიბარებია აი რამდენიმე მოხტარჩე კაი მოკლე ქრონოლოგია იყო ეს კიდე რაღაცები გამომჩა მე კი არჩევნება გვაჩვენა რომ უახლოეს 60 წელს ისევ ჯოჯოხეთი მართავს პაწაწინა 60 დღეს ისევ ჯოჯოხეთი მართავს პაწაწინა 60 დღეს კარგია ახლა შევეხები დამხობის თემას გადავალ დამხობა საინტერესოა მშვიდობიან დამხობას რა თქმა უნდა ბიჭი გოგოს წერის თუ წეს გადახედო სუსმა უნდა იქნება და სექსის დაცვლად რეჟიმის დამხობა უნდა ლილუაშვილს რომენდობილე მეტის ღირსი ხო ხარ ახლა ისედრენ კაცო გამაგიჟებს ეს ოპოზიცია გამაგიჟებს არ ვიცი არ და თეუკების მოყვარულობა იციან რეები შეგიძლია მაინც მე-13 პირველ წელს კი არა მე-13 აი გაიგო ვაგზელებ ისევ აღნიშნულთებაზე ესამესა ჩუმად გოქად ბარგალკებსა და ნანა ამბები ხომეს უწრიცა სახლესა რომ მარტივად გადაწყდესა და ნანა მოაწექი რაძალა გაგბიჭუ ესადა ნანა ორისი კაცი შეხვდება გისოსებში ახალ წელსა და ნანა რა ამყევით კაცო კარგად შოუ დავდგათ შოუს ელემენტები შევიტანოთ მართალი ხართ კი მაგრამ დასახულები ხართ მართლა თქვენ კარგი შემდეგი თემა სიმღერა მთელი თბილისი цариელია მტკვარიც მდუმარეთ მიდის ქალი ბავშვი და მე ფაიტონეც ყველა ციხეში მიზის გარეთ მხოლოდ მტრედია ჯერმას არ შეხებია ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები დავაკვირდით ხო არა მგონია მტრედმას დიდი ხანი ინავარდოს თავისუფლებაზე კი ბატონო სადაც დაინახავს ნაცებს საქმისაკენ გაიტაცებს გვერდით რომ ყავს არასოდეს მინანია რატომ არის ჩემითია ხან ძალიან წულვა ხანკიანია ცოტა უცნაური მაგრამ მიყვარს თეთრი იყო მაგრამ გიხდება თეთრი უმორიც ეხლა უცხოური ჩარტებიდან შემოგთავაზებთ ჩარტები გაქვს უცხოური კი ბატონო ოპოზიციის გადამკიდე ამერიკაც კი გადამემტერა ელჩმა ვითხრა რომ აჭკუაზე უნდა მევლო და უნდა მემღერა მაგრამ უარი განუცხადე და არ მივიღეს დამცირება ანგარიშების დამიპირეს და სანქცირება ვაკეშებ ბარაცი არ რიცხავს ვა თეთრებ
ქვეყნის ხარჯზე ფულს ვიფარებ ქველმოქმედის ნიღაბს ვიბარებ ძველ გასკურებს და სულს საინტერესოა რა დღეისათვის ბოლო სიმღერა ოხ ბოლო აბა ვნახოთ ქართველებს კიდიათ ფულებს რომ ვიპარავთ კიდიათ თავრობამ ცეცხლში რომ ატარავთ იმდენი კიდიათ ხანდახან გიჟდები რას უძლებს ეგ თქვენი ქვეყანა პატარა მართლაც სასაცილო იყო მე ხომ არა ფესბაგრები ხარ დიდი მადლობა ეს გახლავთ ბატონო ბიძინა ივანიშვილის მოკლე მუსიკალური ნაკვეთები დიდი მადლობა ბატონო ვაგზელებთ გადაცემას მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ ჩვენი პარტნიორების შესახებ გადაცემის წარმოდგენია კომპანია PSP PSP-ს ძირითადი ორიენტირი მომხმარებელზე და მისი ინტერესებზე ზრუნვა PSP ჩვენი ოჯახის აფთიაქი ასევე გადაცემის პარტნიორია მეღვინეობა პირველი პრემიუმ ხარისხის ღვინო თქვენს სუფრაზე გადაცემის პარტნიორია Voice-G ავტომობილსახურის და სარეკლამო რგოლების პროფესიონალური გახმოვანება კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ ჩვენმა შემოქმედებით და ჯგუფმა შევქმნით ახალი გასართობი არხი ჩვენი არხი რომელიც მარტივად შეგიძლიათ მოძებნოთ თქვენ სატელევიზიო პულტებზე ვისაც მაგთი გაქვთ ნომერი 45 სილკნეტი 345 ახალი ქსელები 345 და მარტივი ნომერი 45 კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ ჩვენი გადაცემების ნახვა შეგიძლიათ ჩვენს YouTube არხზე შაბათ შოუ ჯგუფი გამოიწერეთ ჩვენი არხი და დაელოდეთ სიახლეებს ვაგზელებთ გადაცემაზე მინდა წარმოგიდგინოთ პროპაგანდისტული მედიის ფანოღური საინფორმაციო გამოშვება აქვე შეგახსენებთ რომ სიმღერა ჩაწერილია სტუდია ინსაუნდში ინსაუნდი სტუდია რომელსაც ვენდობი ვნახოთ ძირფასო მეგობრებო ბრუნდებით ეთერში მინდა მივესალმოთ ჩვენი გადაცემის სტუმარი ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი მადლობა მერაბ რომ მოგესალმებით გადაცემას სტუმრად ესე იგი მადლობა მოწვევს და კეთილი იყოს ჩემი სახით თქვენს გადაცემა მადლობთ თავიდანვე მინდა რაღაცა ცოტა ისეთი დავიწყო რა ზოგადად რა ახლა შენც ალბათ ხშირად გქონია ნუ ხშირად რა სისტემატიურად რეკავს სტუმრებთან რომ მოდიან მოვიდნენ შენთან გადაცემაში ხო რა თქმა უნდა ხო და ანუ პოლიტიკოსებთან ძელი ხო პოლიტიკოსებთან რა ნუ ეხლა მეც აი სტუმრის მოყვანასთან დაკავშირებით ესეთი ამბავი იყო რომ აი სტუმრებთან რომ რეკავთ ხო აი ერთი სტუმარი მეუნება რომ იცი მე ეხლა ვარ რა ქვია სტრასბურგში ხო და ჩამოვალ და მოვალ ანუ ეგ ხო ეგეთი პასუხი რა მეორე სტუმარს ურეკავ მე ეხლა იცი რა დუბაიში მაქვს ლექციები და დუბაიდან ჩამოვალ და რა ქვია მოვალ გადაცემაში და მე რა მეტრევერს ურეკავ და ავტობუსში ვარ ეხლა ავტობუსზე ჩამოვალ და დაგირეკავ ეს დამამახსოვრდა ეს ხუბო. ხო, იმიტომ რომ ამ საცობებში მანქანის სიარულს ვერ ვიტანე. ხო, ნუ რა თქმა უნდა, ბასლაინები გაკეთდა. მანქანა მიყვარს, როცა სიამოვნებას იღებ ტარებისგან და ხა ამ საცობში სიამოვნება როგორ ნიღო, ნერვები ცალკე გაწყდება. გამონაბოლქვს ცალკე სუნთქავ. კი. რა ვიცი, გაგვიანდება ყველგან და ამიტომ ხა მეტრო სახთან ახლოს არის, მეტრო ავტობუსი არის გადასარევი ასეთ ვითარებაში. ჩემი აზრით უკეთესი არჩევანია. მანქანით ესა რა ქვია, სადმე ქალაქგარეთ უწახვალ და ასე. ხო, გაისეინებ. პლუს ახლა რაღაცა ისეთ ასაკში ვართ უკვე რომ ფეხით სიარული საჭიროა. ნახევარმა ქალაქმა მაინც რომ მომბაძოს, საცობები აღარ იქნება. ნახევარმა ქალაქმა რა იმის ნახევარმაც რომ აი ხო მეოთხედმა ოკეი ჯობია და აღარ იქნება საცობი მართლა უყოთ ესე იგი შენეთერებს ურებ ხოლმე რა და ანუ სულ ისეთი ის ხარ რა ჟურნალისტი რომ რაღაც ისეთი უნდა თქვა რომ აი ეთერი მთავრდება მე ტყდება ხოლმე ამბავი რა ანუ Facebook-ში და არ არსებობს რომ რომელიღაცა მხარეს მოეწონოს ხო უფრო Facebook პოსტებს ეხება ხოლმე ხო ხო და ეგრევე აი ყველა მხარე მესეო მიდის ხოლმე ძალიან დიდი შეტევა და აი შენც გახარ და იგერიებ ამ ხალხს ხო აი პრინციპული პოზიცია მაქვს კედელს არ უკეტავ ყველა მეუბნება რომ ჩაკეტე კედელი რომ მარტო მეგობრებისთვის იყოს მაგრამ ვამბობ არა დემოკრატიამ სხვებს მოითხოვს და ამიტომაც შერკინებული ხარ ამით სარგებლობენ 1000 ჯურის ტროლები ახლა ნიკო შვიკო ვიღაცა ნაპოლეონ ბონაპარტი ან რა ვიცი სოკრატე და შენ ფულს იღებ არ ვიცი გაჩენ რომელი მხრიდან გაბარებს თუ ის გაბრებს აქედან იღებ თუ ის გეჭყუბება თუ ნაცი გეჭყუბება იქიდან იღებ თუ კოცი გეჭყუბება აქედან იღებ ანუ ფულს ყველავარი იღებ
იმისთვის იქნება ეხა დაემატა deep state-დან ვიღებს ყველა ფულს. კოცებისთვის ახალი ფულის ის გამოჩნდა deep state-ი ასე ვთქვათ. ხო, ეხლა შენ კარგად აკვირდები ხოლმე პროპაგანდას, ხო? ამ ხელისუფლებას. არ ვიცი, ეხლა ქართულ ოცნებას როგორ შეიძლება გავშალოთ ეგ თემა რა? მე მაგათ ხალისო სასწაული პროპაგანდა. მაგარი რამე მოიგონეს რა. აი წარმოიდგინე ეხლა რამე თუ არ გამოგდის, ან რაღაცა ცუდი თუ ხდება, შეგიძლიათ ყველაფერი deep state-ს დააბრალო. ხო, ნუ არავინ არ არის deep state-ი რა. ხო, რა არის? თვალით არავის არ უნახია. არ უნახავს რა. რასაც გინდა ამ deep state-ს დააბრალე რა. ხვალ რაღაც არ ვიცი, ხა პური გაძვირდეს deep state-მა გაგვიძვირა პური. რაღაცა მოხდა, ნუ ყველაფერი deep state-მა გააკეთა და არის ეს რა ქვია, მშვენიერი გამოსავალია რა. ოღონდ ეგ deep state-ი ცოტა უცნაური რამე არის. რატო იცი რომ თემ სოფლიოს აკონტროლებს. ევროკავშირი ხელში ყავს. ამერიკას ხო აკონტროლებს ეს deep state-ი. უბრალოდ სახელმწიფო დეპარტამენტს აკონტროლებს. ტრამპი უძლურია. ქვედა პალატას აკონტროლებს სენ იმაში, რა ქვია, კონგრესში. ზედა პალატაში ჯერ მეგობარი ახტი გაიჭედა და თლადი გეტყვა ფეხი არ ჩაუვიდა. აი თეთრ სახლში ჯერ კიდევ ებრძვიან. ებრძვიან. ანუ სახელმწიფო დეპარტამენტი დაპყრობილი ყავს, თეთრ სახლში ტრამპი ებრძვის და ქართულოსმა აკლირდება. ანუ ჯერ ვერ გადაწყვეტეს, ვინ მოიგებს რა? deep state-უ ანუ ჯერ ტრამპს არ ლანძღავენ. იქნებოდა ტრამპმა მოიგოს. მაგრამ deep state-ის კიდევ ერთი უცნაურობა აქვს. ამასინათ გამოვიდა ეს ერთი თენგი შარმანაშვილი რო ყავს. ეს თენგი შარმანაშვილი აკაცია უნდა იცოდე რა. ვიცი კაცო. ყველა მთავრობაში რო იყო, მაგრამ მაგაზე ვლაპარაკობ. ანუ წარმოიდგინე ხა მიშას დროს. ხო. მიშამ შექმნა 2010 წელს საკონსტიტუციო კომისია იმისთვის რომ კონსტიტუცია გადაეწერა და პრემიერ-მინისტრად გაეგრძელებინა მერე. ხო, ორი ვადა ხო გაზდიოდა. შეცვალა რა. რაღაცა პუტინის ვარიანტს ატარებდა რა. პუტინი რო გამხდა როგორც პრემიერ-მინისტრი ახლა, მაგრამ კონსტიტუცია არ შეცვალა და ეს აპირებდა რომ კონსტიტუცია შეიცვალა რომ მერე სამუდამოდ პრემიერ-მინისტრად გაეგრძელებინა რა. ამისთვის შექმნა კომისია და აი ეს კომისია ჩააბარა ორ კაცს, ავთანდი დემეტრაშვილი და თენგი შარმანაშვილი. ამან დაუწერა ეს კონსტიტუცია. ანუ ფაქტობრივად მოუწერა მიშას ხელო სამუდამოდ იყავი რა ხელისუფლებაში. გადაწყვეტილება რაც უნდა და ისე დაუწერა გაუპრავა. და მიშამ ამის სანაცვლოდ უფეშქაშა ელჩობა სომხეთში. სომხეთში იყო. მეფე რო რაღაცა ხალათს აჩუქებდა რაღაცა. ესე უფეშქაშა ელჩობა. ან რაღაცა მამულებს რო აჩუქებდა. ეხლა ეს კაცი არის წულუკიანის კომისიაში. ხოცებს ვარ და ასამართლებს მიშას. მიშას ასამართლებს და დგას და იმას რა ქვია მიშას კი არ ასამართლებს. გახარიას აკრძალვას უპირებს შენ მიშე ნაციონალი ხარო. და თვითონ ის შარმანაშვილი უნდა აკრძალოს გახარია და ხაზარაძე. თვითონ რო ასაკრძალია თავიდან ბოლომდე. აი ასე და ხოცები მას დაშუგრავენ. თვალებში დაცრის შეყრა რა დიდი რაოდენობა. ისინი ანუ წარმოიდგინე ხა წინა დღეს ყავდა გედი ფოფხაძე სტუმრად. რომელიც არის ხო გახსოვს ახლა მიშას დროს აი სულ ოპოზიციაში იყო. სულ ის კი არა მიშა რო ოპოზიციაში იყო, მაშინაც მიშას წინააღმდეგ იყო. ხო. ხო და ამ ტიპს უყირებს ახლა. ის გზალავე. ახლა უნდა აკრძალოს მურუსიძემ და მისმა სასამართლომ რა ახლა. საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა აკრძალოს მართალია. იქ მურუსიძე არ არის, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ერთ კლანს ემორჩილება რა? მთელი კლანს ემორჩილება ეს სასაულია. მურუსიძეს და მისმა კლანმა და იმ სასამართლომ რომელიც ამ კლანს ემორჩილება, გედი პოფხაძე უნდა აკრძალოს. ანუ წარმოიდგინე რა კანონს იღებენ. ოღონდ კანონს იღებენ რომ მარტო პარტიები კი არ აიგრძალება. იმ პარტიაში ვინც არის, ისინი აიგრძალება. საერთოდ ადამიანი. პარტიის წევრები კი არაო მარტო. პარტიასთან დაკავშირებული პირი. ნათესავი ახლობელი ვინც არის ყველა. აი ამას გადაწყვეტს ბიძინა. გაიგე ვინ არის პარტიასთან შეიძლება შენ ზაგრძალო, იმიტომ რომ გითხარ რომ ნაციონალთან დაკავშირებული პირი იყავი. ხო, იმიტომ რომ წინა განაცემაში ნადირაძე მეჯი და ირაკლი. ანუ ტიპები წარმოიდგინეთ, კანონი გვექნება რომ შეიძლება ბიძინა გადაწყვეტს ვის აქვს უფლება იყოს პოლიტიკაში. და ვის არა აქვს უფლება რა. ესე იგი რადგანაც მასე ახლა ეს ბოლო ამბავი იყო ეუთოს პრეზიდენტი რომ ეუთოს თავმჯდომარე რომ დააჯარიმეს. პრეზიდენტი არ ვიცი ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეს ქალი ეუთოს თავი დაანებენ. ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დააჯარიმეს რომ აქციაზე იყო გასული გზის გადაკეთისთვის თუ 5000 ლარი გამოუწერეს. შენ ყურებს ვერ დაუჯერე რომ ეგ შეიძლება რომელიმე ქვეყანაში მოხდეს. მაგ ყველა საინტერესო რა არის, რომ ეხლა ეს კანონი რომ მიიღეს, სადღაც 2 დღეში შევა ძალაში რა. აი 2 დღის მერე რომ დამდგარიყო ეკალი, ციხე იყო პირდაპირ. პირდაპირ 15. ეხლა გადარჩა ჯარი მეტყვი. 2 დღის მერე ციხეა.
რუსთაველის გადაკეთვაზე. პირდაპირ ციხე უწევდა. ცოტა გვიან რომ ჩამოსულიყო, ვერ ქონდა კარგად საქმე, ხო, რა ძალიან ისეთი ტრანკული. ახლა რა ვფიქრობ, იცი რა, აი, წარმოიდგინე ხა ფინანსის საგარეო საქმეთა მინისტრი რა ხარ და 5000 ლარიანი ჯარიმა რომ მოგდის. არა, საქართველოში დაგაჯარი. არ უშვებენ, რომ თუ არ გადაიხდი ვერ გავხვალ. ხო, რა, აი, წარმოიდგინე ფინანსის რა სიგიჟეში ცხოვრობთ რა. იმას ვიძახდეთ, რა ქვია, წეღა რომ აი ფინეთი არის ყველაზე ბედნიერი ქვეყანა მსოფლიოში რა. კი. მე მგონი ირმებიც კი ბედნიერები არა აქ და დღეიდან იქ ერთი უბედური კალი ცხოვრობს. გამოერია ერთი უბედური კალი. ის თამათმა გაუბედურეს. ხრას სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს. არა, კი გვეცინება, მაგრამ თან ფიქრობ, რომ რა შარში ხარ, წარმოიდგინე რა. კი. მაგრამ მაინც პროპაგანდა ეხო ასე თუ ისე მუშაობს, ხო? აი ევროპა ერეკლემებს ეს ყველაფერი მუშაობს, ახლა იმიტომ ხალხი მხვდება, რომ დავდივარ ზოგი, არ ვიცი რა, აპათიაში ვარდები ბოლოს, ან პროპაგანდისთან ისი არის, არ ვიცი, ტვინ გადაბრუნებული, რომ ისე გელაპარაკება ხალხი პოლიტიკაზე. ქუჩაში ხო გითხარი ხო ტრანსპორტო დავდივარ, ხო ბევრი მელაპარაკება ხა პოლიტიკაზე, იმაზე, ამაზე და ამასთანაც შემხვდა ერთი ქალი ძახს ვასეირნებდი, ძალიან ისეთი სანდომიანი, კარგი ქალი, ისეთი კარგად მეტყველებს, განათლებული ეტყობა, ასე ვთქვათ, ასაკში უკვე რა, ბუნებრივია და ველაპარაკება რა ბუნებრივია პოლიტიკაზე, ასე შემდეგ და მეუბნება რომ რაღაცა ბიძინა იმაში რომ ვერ ვიტანო. ხო. და ვიფიქრე, ხო? აქეთ მხარეს არის ესე იგი რა, რაღაც. მამუკა მდინარაძეო, აი მეზიზღებაო რა. ისე მეზიზღება, მეთქი, ო? ვაი, რაღაცა ეს არ არის პროპაგანდის გავლენის ქვეშ რა. შალვა რამიშვილზე, გული მერევაო რა უყურება. მეთქი ეს ყოფილაო და ბოლოს მოვიდა, მაგრამ შალვა პაპუაშვილი მომწონს. აი გამოიგრა. ჩამოგეშალახო. ანუ ესე იგი ვერ გავიგე. ანუ რა დასკვნა გამოიტანო ახლა შენ. ხო, აი კიდე ზოგადად ხალხი ძალიან უცნაურია. ანუ რის მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას ვერ გაიგებ, მართალია. ვერ გაიგებ. აი ეს პოლიტიკოსებას უნდა გაითვალისწინონ. მაგრამ იცი რა არის, ეს ხო პარტიები ხო ეხლა აიკრძა მე რა ხდება, აი შენი გადმოსახედა. ახლა აკრძალა სიტყვაზე, ახლა 10 პარტიაო ესე თქვა. 10-მდე რა, ანუ ახლა ფიქრობი რა 10, 9, ანუ აქამდე კოცები ხოლმე რო ეტყვი რომ აი დიქტატურას ვყარდება ამ ქვეყანაში რაღაც აქეთკენ მივდივართ და შემოვარდენ ტროლები და ხო ჩრდილო კორეა ვართ ხო უკვე ჩრდილო კორეა არა, მაგრამ საბჭოთა კავშირი ფაქტობრივად ვიქნებით ხო საბჭოთა კავშირში იყო ერთი პარტია კომუნისტური პარტია დანარჩენი აკრძალული ეხლა ერთი პარტია არ იქნება ვიღაცებს დატოვებენ მაგრამ ამ ვიღაცებს ვის დატოვებენ ერთი კაცი გადაწყვეტს ერთი განსხვავდება საბჭოთა კავშირიდან. ანუ დატოვებენ იმ პარტიებს, ვისაც ექნებათ უფლება, რომ კი შეუძლიათ ოცნება აკრიტიკონ, ბიძინაც აკრიტიკონ, მაგრამ მათი წასვლა არ უნდა მოითხოვონ. ფაქტობრივად ეს ხალხი გედი ფოფხაძე იქნება თუ ვინც იქნება, ვინც არიან, მოუწევთ რა ვიცი, იატაკქვეშეთში გადასვლა დისიდენტური მოძრაობა დაიწყება. რით არ არის საბჭოთა კავშირი ხო? მაგისკენ ნიბიზგები რომ ეგრეთ დისიდენტური მოძრაობა მოუწევთ რა, როგორც რა ვიცი, გამსახურდია იყო, რა ვიცი, კოსტავა იყო და სხვები იყო, ეხა ბევრი დისიდენტი ყავდა სხვებიც, ხო? ხალხს მოუწევს დისიდენტური მოძრაობა ჩამოყალიბება 2025 წელს 21 საუკუნეში ათონელის რეზიდენციის ღობეზე ხო არ ვილაპარაკოთ რას ფიქრობ ნუ ეხლა ძალიან ისეთი თემა გამოვიდა რა ერთი მხრივ ძალიან იუმორისტული ხო იმიტომ რომ ხო ნუ იუმორისტული ხო აღკარად ღიად ჩანს რომ იქ მავთულით არის შემოხვეული ერთი ნაწილი მანამდე იყო მოტეხილი ეგ ღობე თუ მე ჩაჭრეს ეგ ხლა ნუ მაგას ვინ გამოიძებს არა არის და ჩემთვის ეხა იქნებოდა ძალიან არასერიოზული თემა ეგა თუნდაც იგივე ოპოზიციის მხრიდან წამოყენებული რაღაცა ღობე ხო რაშვაშია ღობე იმ დღეს რაც მოხდა ისე არ უნდა მომხდარიყო ფაქტია ხო 4 ოქტომბერს რა ვიცი ცუდად დაგეგმეს ვინმე მოღალატა ისე არ უნდა ასე რომ რა მნიშვნელობა მოხდა ის რაც წესით არ უნდა მომხდარიყო რა შესაბამისად ეხა ღობეც დააბრალო ის არა მაგრამ საბოლოო ჯამში ამ ღობის თემას სერიოზულობა შეძინა ირაკლი ყობახიძის განცხადება რომელიც გამოვიდა და პირდაპირ განაცხადა რომ ჩვენო კი შეგვეძლო სპეცრაზმის წინ დაყენებაო თქვენ პეტოვე პირველ ჟურნალისტს აკითხავთ მგონი რომ წინ ვარ დაყენოთ ჩვენ ინფორმაცია გვქონდა რომ აქეთ რომ მოდიოდნენ წინას არ ვიცოდით
რატო გააკეთეთ ესო და ესო ჩვენო ტაქტიკური გადაწყვეტილება იყო. ანუ ჩვენ ესე გადავწყვიტეთ რომ ბარემ ბოლომდე ჩაიდინო დანაშაული. მოვიდა რომ კარგად ყველამ დაინახოს რაღაც ანუ შემოვიტყუოთ რა. 9 წლიანი ისენი. ეხლა ამას ვამბობს პრემიერ-მინისტრი ეს იყო ტაქტიკური გადაწყვეტილება ჩვენ ეს რას ნიშნავს ხო ვიღაცები დაასხდნენ ითათბირეს ამაზე. ანუ მინიმუმ პრემიერ-მინისტრი, შესუსტ მინისტრი, სუსის ხელმძღვანელი მაინც დაასხდნენ და თქვენს რომ აი ინფორმაცია გვაქვს რომ აპირებენ პრეზიდენტის სასახლისკენ წამოსვლას და რა ვქნათ. და ვიღაცამ თქვა, მოდი შენობაში დავუმალოთ სპეცრაზმი. შემოიჭრა. ვიღაცამ თქვა რომ წინ დავაყენოთ. არა, ჯობია შემოიჭრა. ანუ ეს დაგეგმეს, ანუ სერიოზულად ეს განიხილეს, რომ ბოლომდე ჩავადენინოთ რა ბოლომდე შემოიჭრა. მაგრამ ანუ გადმოანგრიო ხო და აქ ხო ლოგიკურია რომ ვიღაცას ეკითხა იმ სამიდან, რომ კი გვინდა რომ ეხა რომ შემოიჭრანო, მაგრამ ხობე რო ვერ გადმოანგრიო, მე რა ხდება? ხო გვინდა რომ ვაცალოთ რომ ხობე გადმოანგრიოს რა. მაგრამ ხო შეიძლება ვერ გადმოანგრიო ხობე. ვინ მოგცემს გარანტიას რომ გადმოანგრიონ ხობე? ვიდრე კარები ვერ გამოანგრიეს ის რეალურად. შესაბამისად თუ ეს დაგეგმეს, რასაც ირაკობეხიზე ყვება, მაშინ ის უნდა დაეგეგმათ რომ ხობის გადმონგრევა გარანტირებული ყოფილიყო. ანუ და ეხა ჩვენ ვიფიქროთ ეს რომ ამას როგორ მიაღწიეს კიდევ ვიმეორებ ხა მართლა აი საგიჟეში ვცხოვრობთ რა ერთი მხრიდანაც და მეორე მხრიდანაც ხო ეხა ოპოზიციაც რა დღეშია ხო ხედავთ ეხა მართლა ხელისუფლებაზე ხო არ იტყვი ხა აი ოპოზიცია არის ერთი ოპოზიცია რაღაც გამოგლეჯვას აპირებდა ხო ესე თბილისის რო გეკითხა და საკუთარი ამომრჩეველი ვერ მიიყვანეს ხო საკუთარი ამომრჩეველი ვერ მიიყვანეს არჩევნებს და გამოდიან და ამბობენ რომ თქვენი ბრალიაო ვინც ბოიკოტს ემხრობოდითო ნაცების ბრალიაო ისინი ვარ შემოვიდანო არჩევნებში ბიჭო შენმა ამომრჩეველმა ნაცებს თუ დაუჯერა შენი ამომრჩეველი როგორ გაისა შენ თუ არ გიჯერებდა ნაცებს უჯერე ხო რა უცნაური ეგ როგორ უნდა თქვა საერთოდ მაშინ საერთოდ არ ყოლია ამომრჩეველი თუ შენი ამომრჩეველი ნაცებს უჯერებს და ვიღაცა ნიკა გვარამიას მესამე ნაწილი არის ოპოზიციის ამბობს რომ ფაქტობრივად ვერაფერს ვერ ამბობს რაღაცა იქნება და ახლა ეგეთი ტაქტიკა აქვს აი გავაპროტესტოთ და რაღაცა იქნება სადღაც ჩამოიშლება ბიზნესა ხო კარგი მოდი ახლა შენ ამბებზე გადავიდეთ შენ ჟურნალისტურ საქმიანობებზე ხო ახლა ძალიან ბევრი ამბები გაქვს გამოვლილი ცხოვრებაში ახლა ხო და მაინტერესებს აი ყველაზე საინტერესო გადაღებები რა გქონია ხო, ანუ გადაღებები ბევრი ყოფილა საინტერესო, მაგრამ მოგიყვები, ეხა მინდა ესე რამე კითხო რა, წარმოვიდგინე Opel Vectra ყავს რა და ყველაზე უცნაურს რა შეიძლება რომ Opel Vectra-თი დაეჯახო. ჟავი უცნაური რა შეიძლება რა შეიძლება არა, უბრალოდ ჩვენ კი არ დაეჯახო, უცნაურ დაგეჯახოს. ამინ რო არის ფიქრო ხა ბოძი და რაღაცა, მოძრავეზე საგანზიარ ლაბარაკი რა. რავი, ცხენი. ანუ ყველაზე უცნაურ რა შეიძლება დაგეჯახო, ცხენი ხო. ნუ ჩვენ დაგვეძახა რუსის ტანკი. რა უცნაურად იწება. როგორ იზრდება ხო? ტელეფიშკა ეს არის რომ ეს კადი დაგვეჯახა, მაგრამ თვითონ ამბობსაც მოგიყვებით და საინტერესო ამბავი. ნუ ტანკი ხა რეალურად ტანკი არა ბეტერი იყო, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ხა, ხო? ჯავშან მანქანა რუსების. ეს ხდება ცხინვალისთან მისადგომად 2004 წელია. თუ გახსოვთ 2004 წელსაც იყო ომი პატარა, ცხინვალში ორკვირიანი ომი, სადაც 15 ჯარისკაცი დაუკარგეთ სამწუხაროდ მაშინ და ბუნებრივია ჟურნალისტები მას ვაშუქებდით იქ მაშინ იმედში მუშაობდი. ეს არის 2004 წელი, ბადრის დროინდელი იმედი არის და ნუ იქ ვიყავით ღამეებს ვათენდებდით, ხა ერედუში იყო შტაბი ასე ვთქვათ, ჩვენ ქართული და ჟურნალისტებს იქ ვიყავით და რა თავზე ბომბები დაფრინავდა ჩვენს თავზე და როდის დაგვეცემოდა კაცმა არის ეს ძალიან და მოკლედ ეს ომი დასრულდა რაღაცას მშვიდობა დამყარდა რაღაცა შეთანხმება არის მაგრამ ისეთი მდგომარეობა ხო ვეღარ აღდგებოდა როგორც მანამდე იყო ხო მანამდე იყო უკვე მისვლა მოსვლა ქართველები რაღაცა დადიოდნენ იქ ერგინეთის ბაზრო ეს ყველაფერი ხო ეს ყველა ჩაიკეტა ცხინვალი ჩაიკეტა და ვინც არის ის რომ აუხსნათ ქართული სოფლები სამაჩაბლოსში მარტო ცხინვალის აქეთ კი არ იყო ცხინვალის იქეთაც კი ბატონო ამ ცხინვალზე გადის გზა ამ სოფლებში მაგრამ ამ ომის მერე ბუნებრივია ეს ჩაიკეტა იქ ვიღა გაგიშვებს ზუსტად არ მახსოვს ახლა რაღაცა ინციდენტი მოხდა ერედში ვართ გადაღებაზე იმეც ყავდა მაშინ ესეთი ახალი გამოსულიყო Opel Vectra B ესეთი B მაგარი მანქანებად ითვლებოდა მაგრამ და რაღაცა სალონიდან გამოიყვანეს ეს ახლა თეთრი Opel Vectra-ები ფურგონი და ამ Opel-ით ვარ წასული უნდა ერგინეთში რაღაცა გადავიღოთ იქ ერედში რაღაცა გადავიღოთ და უცებ იქ რო ვართ ერედში რა ინფორმაცია მოგვევიდა რომ ამ თამარაშენში ქურთაში რაღაც მოხდა რაღაცა ბომბი ჩამოვარდო აფეთქდა და გადავწყვიტეთ რომ გადაღება გვინდა რა იქ წავიდეთ ვამბობთ რომ რა ვქნათ წავიდეთ მაგრამ ცხინვალი დაკეტილია და ერთ-ერთი გზა ამ ერედვიდან თამარაშენში არის წვერიახოს მთაზე გადადიხარ სამხიდიანი მანქანა გადადის და ნივა გადადის ძლივს
თუ გაწვინდა ნივაც ვერ გადადის და ჩვენ გადავწყვიტეთ რომ Opel Vectra ბეთი უნდა გადავიდეთ რა იმიტომ რომ რაღაცა ხდება იქ რა უნდა გადახვიდე და ბუნებრივია სადღაც გავიჭედეთ რა ეხლა რა სახვალ Opel Vectra-ი ჩავარდა ეს მანქანა ბუქსავს თელი ამბები აქეთ ტყიარი გავჩერდით გადმოვედით ვერ მივდივართ ვერცენს თან ესეთ მოსახვევში გავიჭედეთ რა ეს სერპანტინერი ესე უნდა ახვიდე და წვერზე ადიხარ გავიხედეთ ზემოდან მოდის ეს BTR რუსების სამშვიდობოების რა მაშინ ჯერ კიდევ რუსის სამშვიდობო იდგნენ ჩამოდის რა იქედან გადმოდის მეორე მხრიდან ჩვენ ესე ვდგავართ ანუ ასახვევში ვართ გაჭედილი ეს ასახვევი ხო ისედაც ვიწრო იყო მოსახვევი ხო ტრაქტორის გაყვანილი იყო და კიდე ჩვენ ვართ გაჭხერილი ხედავთ რომ ეს ვერ გამოეტევა რა გამორიცხულია ეს რაღაცა გადმოხვეც იმაში რომ ტანგს ნაზად რაღაცა მაგარის კაცმა ხო ჯარის ვიღაცები თავის ყუიაფრქვევი აქვს ზემოდან დაყენებული და ვიღაცა 18-17 წლის ბავშვების ხედან რა აი წელს გაწვეული ჯარში ეს რუსები პირდითველები და რაღაცა ვეუბნებთ არა ფეხებზე გიდია რა ტანკია და მოდის ტანკი რაც არის რა და წამოვიდა და უკანა კრილოს რა ფრთაში ხო ქართულად რო კრილოს ვეძახით რა აი ფრთაში კრილოში გლიჯა პირდაპირ ეს წვეტიანი ხო არის და ეს შევიდა შეჭიჭყა რა ეს გამიგიდე ეხლა ვდგავართ ესე და ეს რა ქვია რუსული ჯავშან მანქანა ჩვენს Opel Vectra-ს არის შეჭეჭე ჩვენ ძღოლი გადმოხდა ტელევიზიის მანქანა თან არ გვითქვამს ტელევიზიის რო იქ მივდიოდით ხო ეხლა ეს ხო უნდა მივიდეს ტელევიზიაში და უთხრას რა მოუვიდა მანქანას გაიწესა იქ რო კითხავენ რას დაეჯახეო და შენ უნდა უთხრა ტანკს დავეჯახე ტანკს დავეჯახე ჩემი ნუ ბუნებრივია ხა ეს ინც არაფერს არ მოხდა იმა დახიეს უკან ერთი კი გვითხრეს ბოდიში ამ ბავშვებმა და დავიდნენ რა გაიარეს თავი გზაზე ეს არის შეჭეჭყილი ჩვენ ვართ გაჭედილი აქ ვფიქრობთ ეხლა რა გავაკეთოთ სამსახურში როგორ და მოყვე ეს ამბავი როგორ და დააჯერო ტანკს დაეჯახა მაგრამ მე ყველა საინტერესო რა არის ეს მანქანა იყო დაზღვეული და მე რა ვფიქრობდი იცი რა კაი ჩვენ მივედით სამსახურში დავაჯერეთ რომ ტანკს დაეჯახა და მე ეხლა წარმოვიდგინე რომ ტელევიზიას მიყავს ეს მანქანა სადაზღვევაში რომ ანაზღავ რა მოუვიდა ტანკს და დაზღვევას რომ უყვები რომ ინციდენტი ხომ და რაღაცა რა მოუვიდა და ტანკი დაგვეჯახა ისე ოფიცერი რო გეკითხება და მე პატრულს გამოვუზახე პატრულს რა თქმა უნდა ტანკი დავეჯახა პატრულს რა თქმა უნდა გამოიძახა აი მაგალითად აქ ეგეთი რადგანაც ეს რაღაც კონფლიქტის ზონაზე თქვი აი ეგეთი გადაღებები საინტერესო რა გქონია კიდევ ხო ნუ ერთი იყო კოდორის ხეობას გავიხსენებ ხო ეს რომელი წლებია კოდორის ხეობა ეს არის 2006 წელია მე მგონი ჯერ კიდევ ემზარკვიციანი მართავს კოდორის ხეობას ხო რაღაცნაირად მოახერხეს შეთანხმება ემზარკვიციანთან და რომ იქ გახსნილიყო პოლიციის პუნქტი ან პოლიცია იქ არასულა 92-93 წლის მერე ქართული პოლიცია და შეთანხმდნენ რომ აი პოლიციის პუნქტი და ჟურნალისტები წაგვიყვანეს რომ კოდორში იხსნება პოლიციის პუნქტი ამის გადაღებაზე და ქუთაისიდან ჩაგვიყვანეს მანქანა ქუთაისიდან ვეთფრენით ჩავფრინდით იქ ნუ ახლა იქ წავოდი როგორი სიტუაცია იცი რომ ჩაფრინდები აი კოდორში ხო ხდები ეს ხალხი ცხოვრობს იქ თავისი ისე რა ქვია კრიმინალი ვინმე თუ გაქცევა უნდა და იქ არის შეფარებული დაგხვდა როგორ იცი ხალხი ვილისებით დაგხვდა ვილისში ეს ავტომატი უდევს აქ ნიღბები უყრია ტიპს ჩაგვისვა წაგვიყვანა ესე და გვატარებს ეს რაღაცას გვაღებინებს ეხლა რომ გადმოვედით ხო ვიღებდით რაღაცეებს და ერთ ეზოში მივედით და შესვლა გვინდოდა იმ ეზოში და მან დაშეხვიდე რატო? იმიტომ რომ მან ძებნილი ცხოვრობს და შეიძლება გესროლოს. ანუ წარმოიდგინე ის რა როჟაა, რა ზის იქა და ვიღაცა რომ დაინახოს, ფეხებზე გიდია, ვინ არის? რაიცის იმა ვინ ამოვიდა კოდორში, გაგაკანოს გაგაგოროს და აი ეგეთი სიტუაცია რა ეგრე ვიღებს რა დავდივართ ვიღაცა რომელიც სახშია ძებნილი არ ყვი ეხლა შე. ხო, რაიცი, ასად არ უნდა შეხვიდე და ნუ მოკლედ ასეთ ვითარება არის რაღაცები გადავიღეთ და საღამოს გაგვამწესეს ერთ-ერთ ოჯახში, არ ვიტყვი ოჯახს და დაგვამწესეს ერთ-ერთ ოჯახში, რომ იქ უნდა დავიძინოთ ღამე გავათიო და მეორე დღეს გამოვფრინდეთ, იმიტომ ის ვეტფრენი იმ დღესვე აღარ ბრუნდებოდა უკან, მეორე დღეს ჩამოდიოდა. ნუ იმ ოჯახში იმასპინძლეს, რავი, გადასარევად, რავი, თავის უფრა გაშალეს, კუბდარი ამბავი, ყველაფერი ჭამეთეს ჟურნალისტები ისა და ნუ ბოლოს დაგვაძინეს, გაგვიყვან, ხა გოგოები ნანუკა ჟორჟოლიანი იყო იმიდან, რუსთავი 2-დან. და ნუ ხა გოგო ჟურნალისტები ცალკე დააწვინეს, ბიჭები და ოპერატორები ცალკე ოთახში დაგვაძინეს და დავიძინეთ რა. დილის ვაღვიძებს რაღაცა ჩხუბის ხმა, იმიტომ ამ ოჯახის შვილი იყო აი აქ ყველაფერი კრიმინალურის მეთაური რა, ყოფილი ქურდი თუ რაღაცა კრიმინალური ავტორიტეტი რა. თავარი ავტორიტეტი ეს იყო რა იქ. ანუ წარმოიდგინე ხა როგორ შეთანხმება მოხდა რომ ეს ავტორიტეტი ცალკე აკონტროლებს, პოლიციამ ცალკე უნდა აკონტროლოს რაღაცეები რა, ერთმანეთში დალაგდნენ რა.
და ამ ბიჭის ხმა გვესვის, ჩვენ ახლა ხო ოთახში ვარ, ვზინავთ, ვიღაცას ეჭხუბება ტელეფონზე. ეჭხუბება გამწარებული და ამ ჭხუბინან ახლა ხო გვესმის ხმა და რას ვარკვევთ, რომ ეს ვეტფრენი რომელიც ქუთაისიდან დაფრინავს, დაფრინავდა კვირაში რამდენჯერმე და ამ კოდორელებს ერთ-ერთი ტრანსპორტი ესხავთ ვეტფრენი. იქ ახლა მანქანით ასვა სამხედრიანი მანქანა თუავა რა და შესაბამისად ყველა ვინც ქუთაისში იყო წასული, ყველას უნდა ვეტფრენი დაბრუნა, იმიტომ მეორე როდის მოვა, შემდეგ რეისი არავინ არ იცის. ამ ვეტფრენს ხო თავისი ის აქვს რაღაცა, რამდენი კაცი ეტევა? 20 კაცის აწევა შეუძლია, მეტყვი 40 სვანი არის ასული. და არ ჩამოდიან. ეს პილოტი ამბობს რომ ვერ გავფრინდები რა 20 კაცია გათვლილი და ეხა 40 ვერ წავიყო. ხო. ესენი ამბობენ რომ ჩვენ არ ჩავალთ გამორიცხულია რა ძვლის ვეტფრენი ვიშოვეთ. რასაირად ჩავალთ. აი ეს გაწამაწიაში ვიღაცებმა ამ ვეტფრენიდან დაურეკეს ამ ტიპს. ის არის მათი პატრონი რა, რომ დაგვეხმარეო რა ეს არ მოფრინავსო. ამან ადგა და ვიღაცას ვინც არის ახლა ვინც ამ რეისების იქ უფროსი იყო თუ ვიღაცა რაც იყო რა, იმას ურეკავს და იმას ეჭხუბება. რომ გამოუშვიო რა ვეთქვენ გამოფრინდესო. ის უხსნის იქედან რომ ვერ გამოფრინდება, შანსი არ არის რა, ჩამოვარდება 20 კაცია გაბლი 40 კაცია. რას ქვია ვერ გამოფრინდება, უნდა გამოფრინდეს. ეს აძალებს რა. ისე უნება არა, ესე უნება, ამაზე ჭხუბია და უცებ გვესმის ასეთ ფრაზა. ვერ გამოფრინდება? არა, ისე უნება. მაშინ 900 ჟურნალისტი ყავს, აგერ და ყველას მძევლად ავიყვან ეხლა. საბანი გახურავს და ისმე ხო ამის. გუში კუდარი მჭამე და დღეს მძევალი ვარ. აუ მე გაგცნა ტაში ხო ცოტა მისახში ვარ. მისახშია დაკავებული ხარ რა გინდა რო ანუ ესე იგი მაიტანასოს ამბავი არა წამო გამოფრინდეს მაიტანოს მეორე ოთახიდან ამ დროს გვესმის ნამდვილად ჟორჟელეს კივილი ტელეფონზე ურეკავს ვანო მერაბიშვილს ვანო ბიშვილი მე არ ვიცი ახლა ამ მუქარამ გაჭრა თუ რამ გაჭრა გამოფრინდა ის ვეტფრენი 40 კაცი თუ არ ვიცი რამდენიც იყო რა ხა ჩამოვიდა მშვიდობიანად ოღონდ ამით კი არ დამთავრდა ისტორია ეხლა ჩვენ ხო უნდა წავგვიყვანოს ამ ვეტფრენმა და ის ხალხი ვინც ვიღაცები იყო რომ ვინც აქეთ მოდიოდა რა ვიღაცები არის კოდორში დიდი ხანია ქუთაისში უნდა წასულა და რომ დაინახეს ვეტფრენი ამოვიდნენ ისინიც ვეტფრენში დასხდნენ და ზუსტად იგივე სიტუაცია შეიქმნა ჩვენ შედვართ ჩვენ პირველები აგვიშვია ჟურნალისტები და ვიღაცა ამოვიდა ვეტფრენი გაივსო იცი როგორი სიტუაციაა აი მარშრუტკაში რო ჭედვები იყო ხო შეროზი ხარ და ვიღაცის რო გადევს თავზე აი ასე ვარ ვეტფრენი აი ასე დგანან რა ხელი უკიდია და ავტობუსი ეს ეგრე ჩამოვედ ქუთაისამდე კაი იყო მერა ძალიან კარგი გადაცემა გამოგვივიდა მერა იმედია ხო და მინდა კიდე გვეწვიო ხოლმე გადაცემაში თუ გექნება სურვილი რა თქმა უნდა შეამოვნებ და ყველა ისტორია მოვყევი მაგრამ ნუ რაღაცებს გავიხსენე არა კაცო ისტორიებს ადალებს ცხოვრებაში იმდენი გვაქვს რომ იმდენი შეიძლება შეგემრთხვეს კიდე ჯერ კიდევ სად ვარ 20 რა სიურპრიზი შემოგდავას სიურპრიზების წინ გველოდება 1000 სიურპრიზი მე და წარმატებები მინდა გისურვო და რა ვიცი ყველაფერს საუკეთესო ცხოვრებაში დიდი მადლობა რომ მოხედით ძირფას ტელემაყურებლო ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო მერაბ მეტრეველი დღეს მიანიდგებს ტექნოლოგიებში ხდებით ზუსტად ერთ კვირაში არ გადართოთ წინ პირველი ხაზი გელოდებათ ვიკა ბუკიასთან ერთად მადლობა გადაცემის სპონსორია ესენსი გერმანული დეკორატიული კოსმეტიკა და აქსესუარები ექსკლუზიურად PSP-ში იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე მაგთი ნომერი 45 სილქნეტი 345 ახალი ქსელები 345 მარტივი 45